დილამშვიდობის საქართველებო. დღეს არის 17 აპრილი და ახლა არის დილის 10-ის ნახევარი. ესე იგი ახლა ქალაქიდან, ცენტრიდან კონკრეტულად გამოვედი ახლა და დაიწყეს უკვე ეს საღდგომო, ასე ვთქვათ, აფიშირება, რომ თუ მაინტერესებდა, რას დაწერდნენ, მაინც ვიფიქრე, მაგრამ დაწერეს როგორც დააშტამპული არის 2000 წელია და რა ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად აღდგა. ეხლა ეს იქნება ტელევიზორში კიდე 20 საათი გამოგიჭედავენ twins. ეხლა მეგობრებო, ამას ლაივში იმიტომ ვაკეთებ ამ ინფორმაციას, რომ უკეთესად იშლება ეს ლაივი. ჯერეთი, მეორეთი და რამდენჯერაც უფრო, ასე ვთქვათ, სენსაციურ რაღაცას ვიწვი, მით უფრო დიდი ბევრ მტერს ვიჩენ და მით უფრო დიდი ხიფათია. გამიგეთ, მაგრამ სხვა გზა არ არის, იმიტომ დრო არ არის მეტი. ყველაფერს თავისი დრო აქვს, როგორც იცით თქვენ და მე უკვე გვარკვეულ კონდიციამდე მოვედი ჩვენ ჩემი ვიდეოებით, ლექციებით, დოკუმენტებით, ყველაფრით. ვინც მე კვალში მოსდევს, მაგალითად, ეხლა რასაც ვიტყვი, ვინც არ იცის თუ რას ვამბობ და თუ რატომ, მაშინ ჩამეკითხეთ ხე მაინც და მოდიხართ შეტევაზე, ცოტა twin-ი გამაგზავნოთ ჯობია. ესე იგი, გვაქვს ასეთი ბანერი კი არა, მილოცვა, ქრისტე აღდგა. მოდით მეგობრებო, ახლა ცოტა გრამატიკულად ვიფიქროთ, ლოგიკურად ვიფიქროთ და უბრალოდ ელემენტარულად ადამიანურად ვიაზროთ, ადამიანურად. აი როგორც მიქელანჯელომ თქვა თავიზოზე ღმერთო რა ადვილიაო და არა და რა ძნელიაო იყო ადამიანი. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანად გაჩნდა ღმერთმა პირველად კაცს თუ კარი თუ რაც არის, ხო? უბრალოდ დღეს ჭირს ადამიანობა, აზროვნება ჭირს. და შევეცადოთ აბა რომ ვიაზროთ. უბრალოდ გვეუბნებიან რომ ქრისტე აღდგა. რას ნიშნავს ეს? ესე იგი აღდგა არის წარსულში, ხო? ხოსია. აღდგა წარსულში და ეს არის 2000 წლის უკანო გვეუბნებიან შე. და 2000 წელი ჩვენ უკვე გავიდა 2000 წელი კი არა დამთავრდა, უკვე გადავიდა, გადავაჭარბეთ უკვე ყველანაირ იმას. ბიბლიურ იმაში რაც იყო ჩაწელი დამთავრდა ეს 2000 წელი ხალხო უკვე აღარ არსებობს მეტი შკალა. და ჩვენ უნდა გვიხაროდეს ის რომ 2000 წლის უკან ჩვენი ქრისტე აღდგა. 2000 წელი გვეხარია ის თქო. მე ამ საკითხზე ბევრი მაქვს ნასაუბრები ჩემს დახურულ ჯგუფში. ეხლა აქაც არიან დახურულ ჯგუფის წევრები, ასე ვთქვათ, მაგრამ ძალიან დეტალურად მაგას ეს ნასაუბრები ყველაფერი ჯერ არ გამომიტანია საჯაროდ, მაგრამ ამ წელს ეთყობა გამოვიტან და მოდით ასე ვთქვათ, თუ ჩვენ 2000 წელი გვეუბნებიან რომ ის აღდგა 2000 წლის უკან და რომ ის გვიშველის ჩვენ, ანუ რას გვეუბნება, კი აღდგა, მაგრამ თუ აღდგა იმის შემდეგ დედამიწაზე ხომ უნდა დამყარებულიყო, ასე ვთქვათ, მშვიდობიანობა, არაკაცკლა, ღვთისმოსაობა, სიყვარული და ასე შემდეგ. ხო მე რამეს არასწორად ვამბობ, მაგრამ ეს არ მოხდა. პირიქით. დედამიწელებს, დედაეტირა ერთმანეთი დაჭამეს ერთმანეთის სისხლისვეს, განსაკუთრებით ქრისტიანი სისხლდალია იმდენ მუსულმანებს და ქრისტიანებს შორის არ დაბრუნდა სისხლი. დაწყებული კონსტანტინედან და პავლედან, რომელმაც შექმნეს ბიბლია. ქრისტეს სიკვდილის შემდეგ 3 საუკუნის ნახევრის შემდეგ. მოსია. არაფერი მაგდაგვარი არ მოხდა. ჩვენც საქართველოსაც სულ სისხლის ნიაღვარში ვიყავით და არაფერი არ გვეთყობა ქრისტეს აღდგომისა, რომ ქრისტე დაბრუნდა დედამიწაზე, ასე ვთქვათ და გვეშველა. ეს ხო ფაქტია. ამიტომ არ ვამბობ ეს 2000 წელიწადი გვაბითურებენ ეს ურიებითო და ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ, თავიანთ გეგმას მიყვებიან.
ეს არის უდიდესი მზაკრობა, როცა ცალი ხელი ადამიანს ატყვევენ, რომ შენ კარგს იკეთებ და მეორე ხელით უკვე ჯიბეში ჩაგაყელი და ამოგაგ, ნუ პარალ. თვალში გიყურებს და ის. ესმით? ეს ერთი. ეხლა მეორე. ეხლა რელიგიურ მასში, ბიბლიურ კონტექსტში განვიხილოთ ეს. რო გეუბნებიან, მეგობრებო, ქრისტე აღსდგა. იმ დროს 2000 წელსგან. კი ბატონო, აღსდგა. თუ აღსდგა. რატო წავიდა მე ამ ქვეყნიდან? მე არ ვამბობ იმას ქრისტეს საწინააღმდეგოს კი არ ვამბობ, მე გეუბნებით იმის გაშიფრვას. თუ რა დაგვიწერეს ამათმა და რითი გვაბიტურებენ თქო. გამიგეთ? რანაირად გვაბიტურებენ თქო. ესე იგი თუ აღსდგა სიკვდილის შემდეგ ადამიანი, ამაზე დიდი დასარწმუნებელი ფაქტორი რა გინდა ხალხისათვის, ხო? და შენ მოდი ხელმეორედ, ანუ სიკვდილიდან აღსდგები და მაშინ დაამყარე სიმშვიდე, სიყვარული, ღვთისმოსაობა და ასე შემდეგ, ხო? მართალმადიდებლობა. მაგრამ ნახეთ როგორ მოაწყვეს ხალხი რა დაგვიწერეს. ის კი დაბრუნდაო. მაგრამ მე წავიდაო. სად წავიდაო? მამაზე რაზე მიდიოდა კაცო? ან რაზე მოდიოდა? კიდე გეუბნებით ხალხო, მე ქრისტეს საწინააღმდეგო არ ამან. მერთა დამიფაროს, მე გეუბნებით იმაზე თუ ქრისტესზე როგორ გადაგვიწერეს ყველაფერი თქო. ჩვენს გასაბიტურებლად. თუ მოვიდა სიკვდილიდან დაბრუნდა, აღდგა, შეკაცო, ჰერბიშვე ხა გვიშველი ხა ყველაზე დიდი მომენტი. ამაზე დიდი სასწაული რა გინდა, ხო? და დაგიჯერებს ერის, ბერის, მთელი დედამიწა, თავისი სხვადასხვა რელიგიებით, ყველანაირად რომ ასეთ სასწაული მოგდა, მკვდრედი დაღდეგი კაცო და მოდი და პირიქით იმას უნდა ეხემწიფა, ასე ვთქვათ, ის უნდა ყოფილიყო, მე პატრიარქი არ მიდა დაუდგებოდა, ხალხი არ დაუდგებოდა, სასწაული რომ მოგდა, კაცო, მკვდრედი ადამიანი და კიდე ლაპარაკობს ერთი ამბავი, ხო? მე ხა მეტყვით ზოგიერთი არავის ცოცხალი არსებით არ მოსულა, ხორცით არ მოსულა, სულით მოვიდა და ეთერულად მოვიდა რაღაცა. ბიჭო, ეს არის ყველაფერი ენის манипуляция, გამიგეთ? ვაი და თუ აღსდგა და მე მომიკლეს სავით, იმიტომ რომ ავიდაო ზემოთ კაცო, მამასთან წავიდაო. რაზე წავიდა კაცო, ისედაც იქ არ იყო წასული. მე თვითონ ვინც დაგვიწერა მაგაზე გეუბნებით, გამიგეთ, აქცენტი რაზე მაგ აღებული ხალხო როგორ გვაბიტურებენ. და მე ამ იმას მარტო ბანერი კი არა ეს სიტყვა გამარჯვებას ავიდა ასეა გამარჯვება გაგემა. ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად ჩვენ კიდევ ვადასტურებ კაცო. საიდან რა იცი რა. ნუ კაი, აღსდგა ბატონო, მაგრამ რო აღსდგა მე წავიდა ისე ვიგით. ის თო ხორცით აღსდგა. ხორციელა წაიყვანაო ღმერთმაო იქ. იმიტომ რომ ნაკერში შეყოლული იყო იქ არ ვნახეთო. ხორციელა წავიდა. თუ ხორციელა წავიდა, ხორციელა რატო არ მოვიდა მაშინ? და თუ ხორციელად მოვიდა, მაშინ რატო წავიდა სამ დღეში ისე? აი, თვალსა და ხელს შორის აგვაშორეს. ესე იგი, ჭეშმარიტ ინფორმაცია, სადაც ჭეშმარიტ ინფორმაცია, მე მაგაზე კიდე ვილაპარაკე გვარიანი. და აი ეს ბლეფი, აი ამ ბლეფში, აი ამ ფოკუსში ვაძერებენ 2000 წელიწადია. და ამ ხანობაში 2000 წლის განმავლობაში რამდენი ქრისტე დაიბადა, რამდენი ასე ვთქვათ, მოსე, ნოე და ასე შემდეგ, იმათ უკვე ნოლი, იმათ უკვე ატაშოს უკეთებენ, იმიტომ რომ ხალხს აქცენტი აქვს იმაზე გაკეთებული. რატომ იმიტომ ასე ჭირდებათ ვიღაცებს? და ჩვენ მუდამ დაგონებულები ვიყოთ. აი ფიქრეთ ახლა მე დავშვი ეს კითხვები, ხო? ჯერ ერთი და 2000 შეიძლება გიხარია დღეს, რო აღსდგა კაცო და რა გეტყობა მე ამ ღარისა თუ ისა აქვია მერთისეული კანონების დამყარებისა. რა გეტყობა დედამიწელებს. მაინც მიხარია. და ამასობაში ამ 2 წლის განმავლობაში მაგათმა ეს სატანისტებმა ანუ ვისაც ანტიქრისტე რასაც მიწერია იქ ხო? ის მოყავდნენ და გამზადებულია შემზე და უკვე მოსულიც არის ხალხო. უკვე ჩვენში ანტიქრისტე. ეხლა რა თბილისში ხდება? თბილისში რა ხდება რუსთაველზე? ხო? ეს რა არის? ანტიქრისტიანობა რა ეხლა მოусმინე მისტერი რო არის საქმეები ხალი. აი ჯვარი რო დაარჩეთო თქვენი იქო, აი დაგვიჭეთო უпроსოდ, ჩვენ რო დაგვიჭეთო იქო.
ჭეშმარიტი აი სული და ხორცით სატანისტის მეტი ვინ უნდა თქვა სამა გრიმასებს ვაკეთებ საქმეობა კალი ჭუაზე ვერა ხო იქ რო დაგვიჭვეთო მაგახსოვთო ხო და იმ ჯვარსო ნუ ბოდიში ხადა მაგან კი არ თქვა და ვარც მე ვიყო მაგრამ ვიცი რას გაიკეთებ ხო აი ხა ნუ როგორ გითხარ ხა მეტი რა გინდა კაცო ანტიქრისტეს სახლში გვიზის ჩვენში არის ჩაბუდებული ვერაფერს და ვერავის ვერევით ეხლა კიდე გეტყვით კაცო იმას რა ქვია არც ერთი პარტია ვერც ერთი მოძრაობა ნუ თუ არ გამოჩნდა ამ თბილისში ამ ჯოჯოხეთის დედაქალაქში მართლა ჯოჯოხეთის დედაქალაქია კაცო აბა როგორ თქვა მეტი გამიправეთ მაშინ სვანაირად რომ აი ამათ ვერ შეწინააღმდეგა და ვერ გამოიყვანა ერთი 400-500 კაცი ვერ გამოიყვანა თბილისელები და იმის მაგივრად რომ იმ 9 აპრილს იმ სატანისტებს რო ჩაანაცვლეს და არ მიუშვეს ხალხი ხო ბიჭო კაციშვილი არ აღმოჩნდა ამის დედავატირი რომ ესენი გაერეკა აქიდან 400 კაი 300 კაცი ყოფილიყო ისიც ეყოფოდა გულიანი ვინ აბლატავეთ ამის დედავატირე ვინ ეშმაკის მათრახები სატანისტები და მათი მხარდამჭერები ედოფილის და პიდერასტის მხარდამჭერები ქვეყნის მოღალატეები და რა ვიცი 1000 ჯულის ისინი რა თამაზე ერი უყურებს ხალხო სადა ხარ თბილისელები გეკითხებით ჩვენ ყველა ხო დებთ თავზე სავარდე აი თუნდაც ახლა ის რომელსაც ვერ დავდე ჯერ კიდევ ახალი გაერთიანება ეროვნულობაზე იმას როდებ თავი ბიჭო ერთი 400 კაცი ვერ შეგიკრებიათ კაცო რომ ესენი გაგერეკა დაკიდა ბოლომდე ადეკიდა დადეკით ერთი თვე ამის დედავატირე არ მეუშვათ ახლოს ახლა სად დავიწყეს არ გადავიჭერი მაგრამ იმას ვამბობ რომ ანტიქრისტი აქ არის თქო უკვე კაცო ჩვენ ბევრი სადღაც ეხლა კიდევ მწერთ მეგობრები ციფრულზე თქვი ვილაპარაკე კაცო ერთხელ იმაში ლაივში ვილაპარაკე ხალხო რა გინდათ პასპორტი მას გავიправეთ თქვით ვიყვირეთ აინც ვატარებ ხო მეც ვატარებ ხალხო მე ხო არ ვარ თქვენ და მე არა მეთქი მეც ვატარებ იმიტომ სხვა გზა არ არის და იმას იყო ისე ხო დაწერილი იქაც ბიბლიაში რომ მოვა ის დრო იმის გარეშე ვერ შეჭამ ანტიქრისტზე ბეჭენ თუ არა ავიღეთ და დაგვაკ გავატარეთ აიდი პასპორტი გავატარეთ ხო ვიყვირეთ არ გავაკეთოთ მეტი გავატარეთ ეროვნულ ამოგვიშალეს კარგი ეს იმას არ ეხება მაგრამ მაინც ეს ეროვნულ საკითხია ხო ვაქცინა არ გავიკეთოთ თუ გავიკეთეთ რამდენი ვიყვირეთ და ძლივს გამოვატყავეთ ხალხი ასე ვთქვათ რამდენიმე ასეული ადამიანი დანარჩენმა ყველამ გაიკეთეთ დიდი სიამოვნებით ზოგმა რა ქვია იძულებით ასე ვთქვათ გავატარეთ კი ბატონო შტრიხოდები ეხლა 8 ხადია იმას ყველა პროდუქციას აბსოლუტურად გინდა პროდუქცია გინდა საკონდაც გინდა ტანსაცმელს ყველა შტრიხოდია ხო ვამბობთ რომ ეს არის 3-6-იანი ანტიქრისტეს ნომერია კაცი შვილი ისეთ იმას საკონდაც ვერ იყიდის ემაში მაღაზიაში თუ სადაც გიდა რომ ეს შტრიხოდი არ არის კი ბატონო მივიღეთ QR კოდი ხო იცით არა რასაც იცავს ეს რა დასასკანებელი რო მაღაზიაში შეხვალ მეტროში შეხვალ საკონელი გინდა რაღაცა პროდუქცია ყველგან ეს არის ხო ვიყვირეთ ხალხო ეს არის აინც გავატარეთ გავჩუმდით ეხლა ვდგე და ვიყვიროთ არ გავაკეთოთ ციფრული ხო გითხარით ტელეფონიდან დაწყებული ყველაფერი გაციფრულებული იყო ამიტომ ხალხო ჩვენ ამას ასე ვერ მოვერევით აგერ გვიწერ როგორც გითხარით 2000 წელიწადია გვაბიტურები და მე ხა ერთ წელიწადში და ერთ თვეში მე ხალხ ჭკვაზე ვერ მოვიყვან გამიგე ამას პერიოდი ჭირდება კიდე გვარიანი გამოაღვიძე და კიდე გვარიანს გამოაღვიძებთ მაგრამ სანამ ეს ტვინი გვაქვს ჩვენ დაზომბირებული მანამდე გამორიცხულია ჩვენში ყველა გაატარებს თავის პროგრამას ანუ რას ჩვენ რაღაცებით გვაბალამუტებენ ისინი მისდევენ კაცრად დაწერილ კანონს ყველაფერი ხო გაატარეს ხალხო ყველაფერი
დღესაც კიდე რამდენი ვილაპარაკეთ 4 წელიწადია რომ ვილაპარაკოთ მე5-ია უკვე ხო დღესაც ქრისტიანს ვაიმე და ხა იერუსალიმში მირბიან გარბიან გოიმები გამიგეთ და იქიდან ცეცხლი ჩამოვაგდა არის გადაგაკეთებიან ვის გინახე ერთი იქიდან ჩამოწარი სანდელი თუ ცეცხლის გადარჩენილი ადამიანი ან სულიერად ან გონიერად ან ხორციელად რა არის ხა აი ნაკლებად მე ჩემს გვერდზე დავდებული მაგ გუშინ 2 ვიდეო დავდე ჩემო კარგებო დღესაც დავდებ გამიგეთ დღესაც დავდებ და შეიძლება დღესაც 2 დავდო იმიტომ რომ ძალიან ბევრი მასალა მაგ ამაზე და რა ვიცი ხა რომელი დავდო გამოვარჩევ ხა ხილება 23 დავდე გუშინ ხო 20 დავდე კი ბუნებრივია აი ურის კიდვა დამავიწყდა მაღაზიაში კარგით მეგობრებო მოკლედ კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე და დაელოდეთ გუშინ რო დავდე იმასაც უყურეთ დღესაც დავდებ ახლა 2 ნაწილს დავდებ და ძალიან გთხოვ ყურადღებით მოусმინეთ ყველაფერს ახლა გრძელი წერილებია მას აქ ვერ წავიკითხო რაო ჯაბაიოსელიანს 10 კაც არ მოუთხოვიაო სამეგრელოდან სადღაც წავიკითხე გადასვენებაო და რა არ მოუთხოვია ქალბატონო არ ვიცი მიმწერთ თუ ბატონო თუ ქალბატონო გამექცა ახლა ამას ამოძებნის ესე იგი რა არ მოუთხოვია კაცო ჩვენ ესა რაც მელაპარაკებით ხარ თბილისელი რა ხართ ვინ წერთ გან არ გახსოვთ რომ ის ამოთხარეს და ერთი ამბავი რო იყო და მაგაზე დაიჭირეს ხალხი თუ გამოთხარს უპირებდნენ იმიტომ ყარაული ყავ დაყენებული აი ესენ გაგრას ვიდილები იყო მეგრელები იყო გამიგეთ და ჯერ ერთი რატომ უნდა მასაკნა კი მეგრელებს სწორად მიდიოდა ისა მაგრამ მარტო სამეგრელოს ის არ იყო მაგი შურისაძიებელი და მთელი საქართველოსი იყო მაგრამ უბედურებაც ის არის რომ აი დანარჩენი საქართველო უყურებთ იმას ისქოს ეს მეგრელების ის იყო შურისაძიებელი გამიგეთ სამეგრელო მაშინ მთელი საქართველოს მაგიერ მსხვერპლად შეეწირა მთელ საქართველოს გესმით აი ეს გაითავისეთ ძალიან გთხოვთ გაითავისეთ მაშინ მე ზეპირად მახსოვს როდესაც მთელ საქართველოში დავდიოდი და ყველა ამას ამბობდა ჩვენო ვერ მოვახერხეთ ვერ გავაკეთეთ და თქვენ იცითო მეგრელებო კიდევ თქვენ თუ იზამთ იმას რაც გასაკეთებელიაო და მთელმა საქართველოს ხელი შეახოცა სამეგრელო და 6 წელიწადი ვებრძოდით 6 წელიწადი გამიგეთ ამიტომ ეს არ იყო თუ თქვენ ადამიან ქართულად აზროვნებთ მაშინ ეს არ იყო მარტო მეგრელების მტერი ჯაბაიოსელი და სანამ ჩათხრიდნენ მაგ შობელძას მანამდე არც მიწას არ უნდა მიგეკარებინა და ჯაბაიოსელიანი გამიგეთ რაც გეუბნებით ასე რომ ქართულად იაზრუნეთ და არა მეგრულად და გურულად და ქუთაისურად და დანარჩენი კუთხობრივად კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე